არსებობს რამდენიმე სერიალი, რომელიც თვლი რომ იმდენად დიდებულია და იმდენად კარგია, რომ ნეტა არ მქონდეს ნანახი და თავიდან უყურებდე. და ყოველთვის მშურს ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ აი ამ სერიალის ყურება დავიწყე და ფიქრობ ხოლმე, რომ წინ რამხელა, რა ბედნიერება ელოდებათ, რა დიდი სიამოვნება ელოდებათ და ახლა გაგიზიარებთ ჩემს სიას, რომელი სერიალები მოხდა იმ ჩამონათვალში, ნეტა რო არ მქონდეს ნანახი და თავიდან უყურებდე და პირველად აღმოვაჩენდე. პირველი ესე უნდა დავიწყო Breaking Bad-ით, რომელიც ვთვლი რომ სერიალების ისტორიაში საუკეთესოა, ასეთი ლოგიკური განვითარება, პერსონაჟის ასეთი გარდასახვა, აი ჯაჭვი, რაც ამ სერიალს აქვს მთელი 6 სეზონის განმავლობაში, რომელიც არ გამწყდარა, ძალიან იშვიათად მინახავს სატელევიზიო შოუებში და ვთვლი რომ Vince Gilligan-ის აი ეს შედევრი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ იყოს ჩემი ჩამონათვლის პირველ ადგილზე და მართლა ყოველთვის გულწრფელად მშურს იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ Breaking Bad-ი დავიწყე და ვიცახი ხოლმე რომ ნეტა ეხა მე ჩემს თავიდან ვიწყებდე და თავიდან აღმოვაჩენდი ამ გენიალურ სიუჟეტს, ამ გენიალურ თამაშს და მართლაც მთელი გულით მშურს და ვისაც არ აქვს ნანახი, აუცილებლად გირჩევთ რომ ნახოთ და აქვე გეტყვით რომ უკვე ძალიან მშურს თქვენი. მეორე ამ ჩამონათვალში არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სერიალი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი და კიდევ ძალიან ბევრჯერ ვნახავ, ყოველთვის მშურს ხოლმე იმ ადამიანების, რომლებიც ახლა აღმოაჩენენ თუ რა დიდებული სერიალი არის The Big Bang Theory, რა დიდებული პერსონაჟი არის Sheldon Cooper და ჩემი კომფორტ შოუა ეს სერიალი და ვისაც არ აქვს ნანახი, ვურჩევ რომ ნახოს. მესამე სერიალი, რომელზეც მინდა მოგიყვეთ, სულ ახლა ხანს აღმოვაჩინე და ძალიან ბევრ ადამიანს დავაწყებინე უკვე ყურება და შევსვი ასე ვთქვათ ამ სერიალზე და ნეტა არ მქონდეს ნანახი და თავიდან უყურებდა, ეს არის Severance Apple TV-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ხანს აღმოვაჩინე და ვუყურე, დავასრულე თუ არა თავიდან დავიწყე ყურება, იმიტომ რომ ამ სერიალში იმდენად ბევრი დეტალია, რომ ჩემი აზრით ერთხელ ყურება არ კმარა და მეორეჯერაც უნდა ვნახო. პარასკევს გამოდის მეორე სეზონი და მეორე სეზონამდე უკვე მოვასწარი და ორჯერ ვუყურე თავიდან ბოლომდე 9 სერიას და მართლაც გულით მშურს, ვისაც არ აქვს ეს სერიალი ნახი, წინ უდიდესი სიამოვნება ელოდება. და Apple TV-ზე ვსაუბრობ და კიდევ ერთი სერიალი, რომელიც Apple TV-ზე დევს და Apple TV-ს პროდუქტია, ეს არის Silo და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სერიალი, რაც ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე. განსაკუთრებით კარგი იყო პირველი სეზონი, მეორე სეზონმა ცოტა გამისროა იმედები, მაგრამ ბოლოსკენ ისიც გამოსწორდა და მართლაც შურს მთელი გულით, ვისაც დისტოპიური სერიალები უყვარს, მათ განსაკუთრებით მოეწონება, ძალიან ჩამთრევი სიუჟეტი აქვს. რებეკა ფერგიუსონი არაჩვეულებრივად თამაშობს მთავარ როლს, არაჩვეულებრივად არის გადაღებული და ასევე ყველა მსახიობი მართლაც შესანიშნავია და ძალიან ჩამთრევი სიუჟეტი აქვს. არ დაგასპოილერებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს სერიალი არის თავშესაფრებზე, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ აშენდა 10,000-ობით ადამიანი ცხოვრობს, რამდენიმე სართულზეა ის განლაგებული და ამ ადამიანებმა არ იციან რა ხდება გარეთ, იციან რომ გარეთ გასვლა არ არის უსაფრთხო, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უჩნდება კითხვა, არის თუ არა მართლა უსაფრთხო გარეთ გასვლა, რა ხდება რეალურად გარეთ. ეს ყველაფერი ასეც გვეუბნებიან სიმართლეა თუ ტყუილი, ეს ჩვეულებრივი ადამიანური ფაქტორია, რა თქმა უნდა გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მეამბოხეები არიან, ეცდებიან სიმართლის გარკვევას და მოკლედ მეც აღარ დაგასპოილერებთ, Silo ქვია ამ სერიალს და ესეც Apple TV-ზეა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე subscription-ი მაქვს გამოწერილი Netflix-ი, HBO, Hulu, ვიტყოდი რომ Apple TV ჩემს გამოწერილ არხებს შორის არის საუკეთესო და ყველაზე მეტად გამართლებული იმ თანხის გადახდა, რასაც ამ გამოწერებში ვიხდი, არის ალბათ Apple TV-ზე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ Apple TV ახალი, შედარებით ახალი პლატფორმაა, ისინი ცდილობენ რომ გიგანტებს გაუწიონ, რა თქმა უნდა, კონკურენცია და შესაბამისად ქმნიან პროდუქტს, რომელიც არის სრულიად გამორჩეული, უნიკალური და მართლა ძალიან მაღალი ხარისხის და კიდევ ერთი სერიალი, რომელიც ნეტა არ მქონდეს ნანახი და თავიდან ვიწყებდე ყურებას, არის Ted Lasso. ეს არის ყველაზე კეთილი სერიალი და ყოველთვის, როდესაც ვლაპარაკობ ხოლმე ამ სერიალზე, ვამბობ, რომ ამ სერიალის შემქმნელებმა გაიარეს ბეწვის ხიდზე, იმიტომ რომ აი ოდნავი გადაცდენაც და შეიძლება ეს სერიალი ყოფილიყო ძალიან არარეალისტური და ესე სლენგს გამოვიყენებ, კრინჯი ყოფილიყო, მაგრამ არა, ბალანსი არის იდეალურად დაცული. ეს პერსონაჟი ვითარდება
ძალიან ლოგიკურად და მე ზოგადად მიყვარს ხოლმე, როდესაც პერსონაჟის განვითარება არის ძალიან ლოგიკური და გადაცდენა არა აქვს და აი ეს სერიალიც ამით არის გამორჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიალიც ორჯერ მაქვს ნანახი, ყველას იმშურს, ვინც ტედ ლასოს სამყაროს და ტედ ლასოს პიროვნებას აღმოაჩენს პირველად. გამიზიარეთ, თქვენ რა სერიალებზე გაქვთ იგივე განწყობა, რა სერიალებზე ნატრობთ, რომ ნეტა შემეძლოს და ახლა პირველად აღმოვაჩენდი ამ სერიალს, ძალიან მაინტერესებს და გელოდებით კომენტარებში.